უყურეთ ვიდეოს და შეიტყვეთ როგორ უნდა გავაკეთოთ ამდაგარი ქავერი, როგორიც მოცემულია ეკრანზე. მოგესალმებით ყველას, მე ვარ GeoHelper და დღეს მე ამ ვიდეოში გასწავლით როგორ გავაკეთოთ Facebook-ის ქავერი. მოდით დავიწყოთ, გადავიდეთ ნულზე, რომელსაც მე ვიდეოს მოვაყოლებ. ეს არის ერთ-ერთი Photoshop-ის საიტი. შემდეგ, როდესაც შეგვიყვანს Start menu-ში, ვაჭერთ Design და Facebook cover. ანუ აქ იქნება მოცემული ზომები, უკვე სასურველ ზომაზე იქნება დაყენებული, რაც Facebook-ის ქავერისთვის არის საჭირო. შემდეგ ვირჩევთ აქ ეფექტს, რა ფერი გვინდა რომ დარჩეს. აი, იყოს ეს ფერი და დავმახსოვრ, შეგვიძლია PNG-ში გადავიყენოთ ეს ფოტო, მაგრამ მე ამჟამად არ მინდა და ვასეივოთ. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მივანიჭოთ მას ეფექტი. აი, მე აქ არის უამრავი ეფექტი, მაგრამ მე უპირატესობას ვანიჭებ აი ამ ეფექტს. კონკრეტულად ამას. შემდეგ აი ეს რასაც ვამახსოვრებთ. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ ტექსტი, ამიტომ ვაჭერთ აი აქ. Edge text. შემდეგ აქ შეგხვევთ ჩვენი სასურველი ტექსტი, მე ამ შემთხვევაში შევიყვან GeoHelpers. შემდეგ ვაძლევთ აი ასე, რომ გაფართოვდეს და ეკრანის საშუალება რომ ტექსტმა მიიღოს თავისი მოცულობა. შემდეგ რას ვაკეთებ ჩვენ? შეგვიძლია ყველაფერს შევცვალოთ ფერი. შეგვიძლია აი აქ ხედავთ, ანუ რა ფერსაც დავაყენებთ ის ფერი იქნება, მაგრამ როდესაც დავაჭერთ, ამოგვიგდებს ამდაგარ რაღაცას და ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც მივიტანთ, აი იმ ფერს მიანიჭებს. მოდით გავაკეთოთ. აი როგორც ხედავთ, არ ჩანს პრაქტიკულად, იმიტომ რომ მივუთითე აი ამის ფერი. მოდით ახლა მივუთითოთ რეალურად რაიმე ფერი. იყოს ლურჯი. იყოს ეს ზომა. შემდეგ აქ მივუთითოთ ტექსტი. ეს ტექსტი მიყვარს და ვანიჭებ უპირატესობას ამ Photoshop-ში. არის ერთ-ერთი უმშვენიერესი ტექსტი. მოდი ცოტა ზომები დავაპატარავოთ. აი, მშვენიერი ზომაა. მოდი ეს გეო გავაკეთოთ წითლად. და ცოტა გავზარდოთ ზომებში. აი, მშვენიერი ქავერია, ცოტა მაღლა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. დაახლოებით აი აქ იქნება პროფილის ფოტო, რომ რაიმე პრობლემა არ შეგექმნათ მერე. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავასვათ რაიმე ფოტო ცალკე კიდე. მოდით დავასვათ აი ეს. ოპა. აი ამას დავასვათ. აი ფერი მივუთითოთ. ზუსტად აი ეს ფერი მინდა და ეს ჩარჩოს ფერი მივუთითოთ. აი სიცას მშვენიერია. რავი, ჩემ გეუბნებაში ჩდება. კიდე დავუმატოთ რამე, მოგვეწონება საბამის. არა, მოდით ამაზე შევჩერდეთ. დავუმატოთ კიდე ეფექტები ცოტა. აი, აქაც დიდი არჩევანია. აი, მოდით იყოს ეს ეფექტი. აი, ასე. შემდეგ, როგორ შევინახოთ ეს ყველაფერი, ვაჭერთ Save. Save my computer. და სადაც გვინდა რომ შევინახოთ, მივუთითებთ იმ ფაილს. ვაჭერთ Save. ველოდებით და всё. აი ამით დასრულდა ჩემი ვიდეო. გთხოვთ დააკლიკოთ რეკლამაზე, რომელიც ვიდეოს განმავლობაში ამოგიგდოთ. ეს ძალიან დიდი დახმარებაა ჩვენი არხისთვის და გთხოვთ დაგვეხმაროთ. დიდი მადლობა ყველას. გამოიწერეთ ჩემი არხი. ნახვამდის.